ნაკრძალს მუშაობას, გადაცემით ახალგაზრდული სული. დღევანდელი გადაცემის წამყვანები კი გახლავთ მე მარიამ კაპანაძე და ესმა გუბმერძე გახლავართ. დღევანდელი გადაცემა პირველად გადის ეთერში, ჩვენი გადაცემა პირველად გადის ეთერში, ფაქტიურად დღეს მისი დაბადების დღეა. როგორც ყველა გადაცემას, ასევე ჩვენს გადაცემასაც აქვს გარკვეული დაბადების ისტორია, რომელიც შესახებაც ესმა კი ამბობთ. კი ბატონო და 2014 წელს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან პარტნიორობით მედია კავშირმა ობიექტივმა გააკეთა პროექტი, ტრენინგების პროექტი იყო ეს, სადაც ჩვენც მე და მარიც ვიყავით ჩართულები მონაწილეებად და ამ ტრენინგის ფარგლებში ჟურნალისტიკის კურსი იყო. ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ერთი დღით გავხდარიყავით გადაცემა მარადიული ფასეულობების თანაწამყვანები. რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით ქალბატონ მანან არველაძეს და ქალბატონ ნატა თარხან-მოურავს, ანუ მის წამყვანებს და ასევე, რა თქმა უნდა, მედია კავშირ ობიექტივს. და ბოლოს მინდა მადლობა შემდეგ კი უკვე ჩვენ ამ გადაცემის წაყვანის იდეა გაჩნდა და უკვე მუდმივად გაგრძელებისა ამ გადაცემისა, რისთვისაც დიდი მადლობას ვუხდით ქალბატონ ანიკი კნაძეს, მედია კავშირ ობიექტივის პროდიუსერს და ასევე, რა თქმა უნდა, თვითონ მედია კავშირს. და ბოლოს მინდა თბილი მოკითხვა გადავცე და ამ პირდაპირ ეთერიდან მოვიკითხო იმდროინდელი უსინათოთა კავშირის სოციალური სამსახურის უფროსი ნანა ბრეგვაძე და დიდი მადლობა გადაუხადო მას ჩვენ თავის დროზე ამ პროექტში ჩართვისთვის. დღევანდელი გადაცემის თემა და ზოგადად ჩვენი გადაცემის თემა, ანუ ახალგაზრდული სულისა, იქნება სხვადასხვა ახალგაზრდობის პრობლემები გუშინ და დღეს, მისი გამოწვევები და მის წინაშე არსებული საინტერესო საკითხები და ყოველ ორ კვირაში ერთხელ დაგიბრუნებით სხვადასხვა თემებითა და ახალი სტუმრებით. ასევე, ჩვენ სტუდიაში გავაჟღერებთ ახლა ტელეფონის ნომერს და Skype-ს, რომლის საშუალებითაც მაყურებელს შეიძლება პირდაპირ ეთერში გამოსვლა. თქვენი აზრის გამოხატვის საშუალება მოგეცემათ და კითხვების დასმის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა. იმედი გვაქვს ჩვენ, რომ დღევანდელი გადაცემა საინტერესო იქნება თქვენთვის და ასევე სხვა გადაცემებით შეძლებს დაგვარად. ვეცდებით, რომ ყველანაირად გასიამოვნოთ და კმაყოფილები დარჩეთ ჩვენით. ჩვენი ტელეფონის ნომერი არის 388 ხოლო Skype ობიექტივი 2 ლათინური ასოებით. გთხოვთ დაგვიკავშირდეთ, დაგვისვათ კითხვები, გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები ჩვენს და ჩვენს რესპონდენტებსაც და შეძლებს დაგვარად, რა თქმა უნდა, ვეცდებით პასუხიც გაგცეთ. ჩვენი დღევანდელი გადაცემა გვინდა დავიწყოთ სასიამოვნო ნოტით და მე სიტყვა ნოტა ტყუილა არ მithქვამს, რადგან ჩვენი გადაცემის პირველი სტუმრები არიან თან ცნობილი და თან ჯერჯერობით ახალი და არც ისე ცნობილი კვარტეტ ედელვაისის მომღერლები თამუნა ცალქალამანიძე, ნინო ასლამაზაშვილი და ნატალი ვებხვაძე და ასევე რა თქმა უნდა ჩვენი განუმეორებელი წამყვანი მარიც არის კვარტეტის მეოთხე წევრი. გოგონებო, ვიდრე თქვენთან გადმოვალთ უკვე უშუალოდ კითხვებით, გვინდა რომ ბევრი ვისაუბრეთ ისედაც და გვინდა რომ სიმღერით გაგვაცნოთ თქვენი კვარტეტი. გთხოვთ. სიამოვნებით. Edelweiss, Edelweiss, every morning you greet me. Small and white, clean and bright, you look happy to meet me. Blossom of snow, may you bloom and grow, bloom and grow forever. Edelweiss, Edelweiss, bless my honor forever. Edelweiss, Edelweiss, every morning you greet me, small and white, clean and bright, you look happy to meet me. Blossom of snow, may you bloom and grow, bloom and grow forever. Edelweiss, Edelweiss, bless my home forever. Blossom of snow, may you bloom and
is my home and fall. Bravo! მაგარი იყო ძალიან. მოგესალმებით გოგონებო. შეგიძლიათ წარგვიდგინოთ თქვენ თავი, ნინო ასლამაზიშვილი, დავიწყოთ მისით. პირველ რიგში რა მოგვიყევით თქვენი კვარტეტის შექმნის შესახებ ისტორიის ახლა მარიმ კი იცის, მაგრამ მაყურებელსაც და მსმენელსაც რომ გავაცნოთ. მოგესალმებით. ჩვენი კვარტეტის შექმნის იდეა ეკუთვნის ქალბატონ მადონა კანთარიას, რომელიც არის შესანიშნავი პიროვნება, ჯერ აქედან დავიწყებ, შესანიშნავი მუსიკოსი და მადლობელი ვართ მისი რომ შევკრიბა, ასე რომ ვთქვათ. რაც შეეხება კვარტეტის იდეას, ხო, 6 წელია ხომ ერთად? 2009 წლიდან ხო შევკრიბა. მიხვდა რომ ჩვენი ხმები ჰარმონიულად ძალიან კარგად შეეწყო ერთმანეთს და პირველად დაიწყო გონი ვიყავით, სად ვიყავით? ციხისძირში ვიყავით გასტროლში. დიახ. მოდი ბარემ გითხარით სახელის შექმნის ისტორიაც და ასევე გითხარით ნინო შენ როგორ მოხდი ჩვენთან? სახელს რაც შეეხება ძალიან დიდხანს ვფიქრობდით, ფაქტობრივად 5 წლის განმავლობაში არ გქონდა სახელი და მე უკვე უბრალოდ უხერხული იყო, ყველა წარგვადგენდა როგორც უსუნათოთა კვარტეტს და არ გქონდა არანაირი სახელი და არ გვინდოდა მხოლოდ ასე წარვადგინეთ. და პირველი სიმღერა რაც ჩვენ შევასრულეთ დღეს რაც შევასრულეთ იყო ედელვაისი, ცნობილი კინოფილმიდან მუსიკის ანგები, ძალიან გვიყვარს ყველას, ყველა ადამიანს ჩემი აზრით და აქედან წარმოვიდა ჩვენი სახელის იდეაც სწორადაც, რომ 5 წლის შემდეგ დაგვერქვა ედელვაისი და რადგან პირველად ეს შევასრულეთ, შესაბამისად დავარქვით ედელვაისიც. და ნინი, ახლა თამუნა და ნატო გასაგებია, თანაკლასელები იყვნენ, მარიც ჩვენ სკოლაში სწავლობდა, მაგრამ შენ როგორ მოხდი ამ თბილისის უსინათოთა 202 სკოლის ასე თქვათ სამ მუშკეტერში, როგორ მოხდი დარტანიანი, როგორ გახდი? როგორ მოხდა ეს ყველაფერი? 18 წლის ასაკიდან დავიწყე საქართველოს უსინათოთა კავშირის კონცერტმეისტერად მუშაობა, ანსამბლ კრწანიში და ნანაში. ხო, ზოგადად ჩვენი უბანი ისეთია, ჩემი საცხოვრებელი, ძალიან ახლოს ვიყავით ნატო და მარი ერთად ვართ ჩვენ გაზრდილები. ნუ თამუნა შემდეგ გავიცანი, მაგრამ ნუ ძალიან ახლო მეგობრები გავხდით სამივე. 4 ნათლიაც ხარ? ხო, და ახლა მეორესაც სავარაუდოდ. ხო და ასევე მე მყავდა ჩემი გამზრდელი, რომელიც უსინათო ქალი იყო და ესე რომ ეს პრობლემა ჩემთვის არ იყო უცხო და ძალიან ბუნებრივად მოხდა ჩვენი შეწყება. ანუ ნაცნობურ წრეში შემოგვიდა. რა თქმა უნდა. ეს ნატო, მოდი შენ მოგვიყევი ისტორია, ანუ რა გავიარეთ, ესე ვიტყვი, მეც რო ვარ თქვენი წევრი, რა თქმა უნდა ესე ვიტყვი და ანუ მოგვიყევი ის რა გავიარეთ, ხო, რას ვაპირებთ მომავალში ზოგადად, რამე საინტერესო შემთხვევაც თუ შეგიძლია გაიხსენო. ჩვენ გავიარეთ, რა ვიცი, ჩვენ ანუ ფაქტურად რაც შეიქმნა ჩვენი კვარტეტი, აქტიურად ვიღებდით ხოლმე, ანუ ჩვენ თქვენც აღნიშნეთ, რომ ციხისძირში იყო პირველი ესეთი გასტროლი, სადაც ბათუმში ქონდა კონცერტები, ანუ ჩამოსულები იყვნენ უკრაინიდან და სომხეთიდან მუსიკოსები, მათთან ერთად მღეროდით, მათთან ერთად ვასრულებდით სხვადასხვა სიმღერებს. ყველაზე საინტერესო ალბათ ჩვენს ანუ შემოქმედებაში რაც მოხდა, ეს როცა კულტურის სამინისტრომ და ბრაუ რეკორდსმა გააკეთეს ერთდროული პროექტი, ანუ გამოვიდა დისკი შშმ პირებთან, ხო, სპორტის ახალგაზრდობის სამინისტრომ ბოდიში. ანუ დუეტები ჩაწერეს ცნობილ ვარსკვლავებთან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა. და ჩვენი კვარტეტიც მოხდა ამ პროექტში, ჩვენ ჩავწერეთ არაჩვეულებრივ კვინტეტთან, დოის კვინტეტთან, დოიაშვილის კვინტეტთან სიმღერა ეს ედელვაისი და ასევე ცალ-ცალკეც ქონდა სიმღერები სხვადასხვა მომღერლებთან, მაგათ მარიამს ქონდა ნოდიკოსთან, თამუნას ქონდა ნატალია ქუთათელაძესთან, მე მქონდა შვიდკაცასთან და ფიქრობ რომ ჩვენი კვარტეტის ყველაზე დიდი წარმატება ეს იყო. ისე გამოვდიოდით სხვადასხვა ღონისძიებებზე, ასევე შვედეთის დღეები რო იყო საქართველოში ჩვენ კი ჰიმნი შევასრულეთ შვედეთის საელჩოს კი არის ხომ მარტო შვედეთის საელჩოს ევროკავშირის გვინდა ეხლა ქვეყნის გარეთაც მოვახდინოთ ჩვენ თავის რეალიზება და ამაში რა ვიცი მომავალში რას აპირებთ, რა გეგმები გაქვთ ერთობლივი?
რა რა ვიცი, ამაზე პროექტებია თან უნდა თუ მოყვება უფრო ეს. ხო, იდეები ბევრი მოსდის ხოლმე. ანუ მომავალში ვაპირებთ რა ვიცი, იცით როგორ არის? რაღაცა ჩვენი პირადული ოჯახური რაღაცების გამო ნატალი ორსულად იყო, მეც პატარა მყავდა, ეხლა ნატალის ყავს პატარა, ცოტა ხშირად ვერ ვიკრიბებით ხოლმე. ამიტომ როცა ვახერხებთ შეკრებას, ისე ერთ დღეში შეგვიძლია ერთი სიმღერა გავაკეთოთ, არ ვიქებთ თავს, მაგრამ ყოფილა ეგეთი შემთხვევაც. და სამომავლოდ ვაპირებთ, რომ ინტენსიურად გავაგრძელოთ მეცადინეობა და გვინდა რა თქმა უნდა საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის მიღება და ფართო მასშტაბიან კონცერტებზე თუ მოხერხდება რომ ჩვენც გავიდეთ და ვიმონაწილეოთ, დიდი სიამოვნებით ვიმონაწილეებთ. რა ვიცი, იცით რა არის, გულდასაწყვეტია ის ფაქტი ხოლმე, რომ მხოლოდ იმ დღეებში ვახსენდებით. ეგ ერთი და მეორე ის რომ ის ფაქტია გულდასაწყვეტი რომ ჩვენზე ანუ ჩვენ არავისზე ნაკლებად არ ვმღერით და ხშირ შემთხვევაში არ ვჩანვართ არსად. ამიტომ თუ შესაძლებლობა იქნება, ვინმეს თუ ესმის ამჟამად და ამისათვის ძალიან დიდი წარმატება საჭირო ყურადღება, ფინანსები, ძალიან ბევრი პრობლემაა, ხო? ეხლა მაგალითად თუნდაც დისკის ჩაწერა გვინდოდეს. კი, ჩავიწერია დისკი Bravo Records-მა ჩაგვიწერა თავის ანუ სპორტსა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად. იქ ჩავწერეთ ახალი დისკი გამოვიდა კიდევ ქალბატონ თინა ბირკაძის სიმღერები რო გამოვიდა, ხო, ქალბატონ თინა ბირკაძე გახლდათ ოსნათლო ქალბატონი, რომელიც კომპოზიტორი, რომელიც ჩვენ სკოლაში მუშაობდა და მისი სიმღერები შევასრულეთ მეც, ნატომაც, თამუნამაც. შესაბამისად კიდევ ჩვენ ოთხივემ შევასრულეთ სიმღერა თინემს სიმღერა ჩვენს ორ გოგონასთან ერთად ვიყავით კიდევ ნინო გორგაძე იყო და თათია მამუკაშვილი გახლდათ შევასრულეთ სიმღერა მისი სასიამოვნო სიმღერა იყო რა ვიცი ხო და დისკში ჩაიწერა ეს სიმღერა ხო ეს სიმღერა სხვათა შორის ეთერში გავა ეხლა თავის ჩვენი ისტორიით ფოტოებთან ერთად გავა ხო ეთერში თუ შეიძლება რომ გავუშვათ რა თქმა უნდა კვარტეტის გარდა ესეთი წარმატებული გოგონები არიან ცალკე თავიანთი ცხოვრებაც კარიერაც აქვთ სხვადასხვა სფეროში მაგალითად ნინი სწავლობს ხო მგონი მოგვიყევი ნინი საცსწავლობ რაზე რომელ უნივერსიტეტში და რა გეგმები გაქვს მომავალში სწავლობ ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში გაუში საერთაშორისო ურთიერთობებზე გეგმები ასე რომ ვთქვათ ჯერჯერობით ფიქრობ დავასრულო ბაკალავრიატი, შემდეგ მაგისტრატურაზე ჩავაბარო და შესაბამისად გავაგრძელო სწავლა. რომელ კურსზე ხარ? ბოლოზე მე-4-ზე. და რა უფრო მოგწონს საერთაშორისო ურთიერთობები თუ სიმღერა? აი საითკენ უფრო გული. ხო, რთული კითხვა. გეტყვით, მუსიკა ჩემთვის იყო, არის და იქნება ყოველთვის ძალიან საყვარელი საქმიანობა, შეიძლება ითქვას მთელი ცხოვრება. და რაც შეეხება ჩემს პროფესიას ამჟამინდელს, ვთვლი რომ არ იქნებოდა ცუდი ურიგო მიმეღწია
წარმატებისთვის. ნახოთ რა იქნება მომავალ. თან თურმე არაჩვეულებრივი მცხოვრებელიც როგორ მოასწარი ტკბილეულს აკეთებს, მაგრამ მითხრა ესე ყურში არაჩვეულებრივი. ძალიან ბევრი ტკბილეულს აკეთებს. სიამოვნებით დაგპატიჟებდით. არაჩვეულებრივი ხელი აქვს და ალბათ ეს ერთ-ერთი ჰობია შენი, ხო? კი, ნამდვილად ძალიან მიყვარს გემრიელად. მიყვარს როცა მიყვარს ჩემს მეგობრებს, როცა სიამოვნებთ რაღაც და ეს ელემენტარულია, რითაც შემიძლია ვასიამოვნო. ეს ხდება ხოლმე, გამოაცხობს რაღაცას, დაგვირეკავს. ყველას 4-ვე შევიკრიბებით, თან ტკბებით და თან სწავლობთ ხოლმე. ახლა მეც დავემატები მაგაზე. ჩემი სიმპათიები შენდა. ახლა თამუნასთან მინდა გადავიდე კითხვით, სხვათა შორის თავის პატარა გვანცასთან ერთად არის ჩვენს ყველაზე ახალგაზრდა სტუმართან ერთად. და როგორც ყნარად და ჩუმარიც ის აღსანიშნავია. ძალიან კარგი გოგოა ყველანაირად. მაინტერესებს თამაშენ შემოსავლების სამსახურში მუშაობ, ასევე შეთავსებით კი არა და მოკლედ ორ სამსახურში. მაინტერესებს ყველას გვაინტერესებს ძალიან რას საქმიანობ და ტექნიკურად როგორ აკეთებ და აგვარებ იმ ყველაფერს. მოგვიყევი შენი სამსახურის შესახებ. დიახ, მე მუშაობ შემოსავლების სამსახურში, ეს იყო 2011 წლის დეკემბერში გამოცხადა ვაკანსია, ანუ პროექტი იყო, რომლითაც მიიღეს 20 შესრულების შესაძლებლობის მქონე პირი, აქედან 7 უსინათლო დაგვასაქმეს და მათ შორის მეც. ამჟამად call center-ის ოპერატორი ვარ ისან-სამგორის სერვის ცენტრში. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი საქმით. თავიდან რომ დავიწყე, ჩემი სპეციალობა, მე ფსიქოლოგი ვარ სპეციალობით, მაგრამ ისეთი უცხო იყო ჩემთვის ეს საგადასახადო თემა. მეგონა რომ ვერ შევძლებდი, მაგრამ უკვე აი 4 წელია მუშაობ და ნუ ისე შევეჩვიე და ისე გავითავისე ეს სფერო ძალიან აი მარტივად ვახერხებ ყველაფერს, ისე ზეპირად ვიცი უკვე. და როგორ ხდება აი დაგირეკეს დაუშვათ და ინფორმაციის მოძიება გჭირდება? კი, ინფორმაცია თუ ჭირდებათ, თუ არის საკითხი, რომელიც ვიცი კონკრეტულად ზეპირად პასუხობ, არის საკითხი, რომელიც კომპიუტერში უნდა ვნახო, იმიტომ რომ ზოგჯერ არის სახაზინო კოდები, რომლებიც აინტერესებთ. ანუ ეს სახაზინო კოდები ზოგიერთი ვიცი ზეპირად, მაგრამ ზოგიერთი მაგალითად არ მახსოვს. ამას ვნახულობ კომპიუტერში. თქვათ რაიმე ინფორმაცია თუ უნდათ, ტელეფონის ნომერი, სხვადასხვა განყოფილებების და ასე შემდეგ, რა ვიცი, ინფორმაციულ დონეზე ვეხმარები ყველანაირად, რაც შემიძლია. აიც რა არის, ახერხებ ყველაფერს, ანსამბლში მღერი ხარ, კვარტეტში ხარ, აქ ცალკე სამსახური, ბავშვი, აი ყველაფერს ასწრებ, ხო, ფაქტიურად, ხო, ესე გამოდის. ზოგადად ადამიანებს ხოლმე, აი ხა გზაში რომ მოვდიოდით, ნინო მომიყვა ისეთი სასაცილო ისტორია, რომ ვერ აგიღწერ, რომ აი უსინათლოები და საწყლები როგორ ახერხებენ ამ აი შენ ეს ამდენ ყველაფერს ახერხებ. დედობას როგორ გაითავსებ? ხო, გიქმნის თუ არა პრობლემას შენი მხედველობა? ჩემი მხედველობა პრობლემას რო თქვა ხა არ მიქმნის, ერთ-ერთი გადაადგილების შემთხვევაში მაქვს პრობლემა. ისიც, ნუ, ჩემი მეუღლეს დავყავარ სამსახურში და სხვა შემთხვევაში ზოგჯერ მეგობრები მეხმარებიან, ანუ ჩემი უსინათლობით მე პრობლემა არ შემქმნია. ვისწავლე, ჩავაბარე, დავამთავრე, მუშაობ, ანუ ყავს ხედველი მეუღლე, რაც თავარია. და როგორ ასწრებ ოჯახს და ორ სამსახურს? და სხვათა შორის რომ ვამბობ, რომ აიმე საჭმელს ვაკეთებ და ოჯახში რაღაც საქმიანობ, ესეც რაღაც გაკვირვებას იწვევს ხოლმე. ერთ-ერთმა სხვათა შორის საკმაოდ განათლებულმა, ასე ვთქვათ, სტუდენტმა მკითხა, შენ როგორ ჩაიცვიო, როგორ იცვამ ტანსაცმელსო. ნუ ეს ხო რაღაც ის არის. მაგას შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის ჩემი მეგობრები არა უსინათლოები. ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობათ, ის რა მაინტერესებს, გადაცემა არის ახალგაზრდების შესახებ და მე ესე მაინტერესებს, ანუ თქვენი აზრი და ზოგადად რა არის ახალგაზრდა თაობაში ეს მთავარი პრობლემები და როგორ ხედავთ ამ პრობლემების მოგვარების მიზეზს? კი ბატონო, მადლობა კითხვისთვის და რა თქმა უნდა ჩვენს რესპონდენტებს გთხოვთ რომელიმეს ნატო შენ გითხარი შენი აზრი, რა შეიძლება იყოს, რა არის დღეს ახალგაზრდობის პრობლემები? იცი რა არის, ეს იმდენად ძალიან დიდ თემას მოიცავს. მე თუ მკითხავ, პრობლემა ძალიან ბევრი რამეა და ძალიან ბევრი რამე არ მომწონს ხოლმე და მაღიზიანებს. ესე კონკრეტულად პრინციპში ვერ დაასახელებ, მაგრამ ხო, ესე კონკრეტულად ვერ იტყვი, მაგრამ იცი რა, პრობლემა მე თუ მკითხავ პირველ რიგში ადამიანშია ხოლმე.
ანუ როცა ადამიანშია პრობლემები, ხო, მე ის გარემოც ისეთი ხდება კი. თელს ქვეყანას აქვს პრობლემა, ის აქვს ახალგაზრდობასაც. ანუ სამუშაოს არ ქონა და მე ამის გამო ხო არის გაღიზიანება, არის უაზროდ ბოდი არის ეს რეალიზდებიან ახალგაზრდები, ანუ სოციუმთან და ამიტომ ხო. თქვათ ისწავლე და შეიძლება ერთი რამოდენიმე წელი იჯდნენ და ნორმალური სამსახური ვერ იპოვო, ვერ ნახო. ხო, მაგრამ არის ისეთი კატეგორია, ვისაც არ უნდა ეს სწავლა და არც განათლების პრობლემა, მე თუ გითხავთ. განათლების პრობლემაც იცი რა მომენტია, ანუ ოჯახი, მე ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა არის უფრო ოჯახებიდან წამოსული. ანუ ძალიან ბევრი, მით უმეტეს ახლა სურვილი, როცა სურვილი გაქვს, ყველაფერს მიაღწევ ადამიანი. ახალგაზრდას, როცა სურვილი აქვს, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწევს. ამაში ვერ შეუშლის ხელს ვერ ჩვენი რესპონდენტებიც არიან ამის მაგალითები. ამის მაგალითები, რა თქმა უნდა, წარმატების რეცეპტი. აი, რას გვეტყვით, რჩევა ახალგაზრდებს, რომ როგორ საკუთარ თავთან მუშაობა. პირველ რიგში ესაა, კი. აუცილებლად. შემდეგ ძალიან ბევრი მუშაობა. ყველაფრის და მიუხედავად. მიზანდასახულობა აუცილებლად. ანუ რაღაცა უნდა გინდოდეს, რაღაცის კეთება. აი მაგალითად რაღაცა მიზანი. ყველა ვერ ისწავლის ხომ ასე, მაგრამ ყველა შეუძლია საკუთარი საქმე ქონდეს, ყველა შეუძლია წარმატებული გახდეს. ძალიან როცა საკუთარ მესი პოვი, ყველაფერს მოახერხებ, ანუ იმასაც აღმოაჩენ, რომ შენი საქმე რა არის, შენი ცხოვრების ანუ რა გინდა ამ ცხოვრებაში. აი მაგალითად აი პრობლემა პირველ რიგში მე ვფიქრობ ისაა ხოლმე, რომ კომპიუტერთან ჯდომა, კომპიუტერთან ყველას ხედავთ, მაგრამ დღევანდელი ახალგაზრდობის პირველი პრობლემა ის არის, რომ ახალგაზრდობის მინდა აღვნიშნო. ზოგადადაც, აი ყველა თაობა პრინციპში მართალი ხარ. კომპიუტერთან სხედან და თამაშობენ აი რაღაცა ყველობებზე რაღაც გარეთ არ გადიან ურთიერთობა არ აქვს, ხო? ნამდვილად. ელემენტარულად ხასიათი არ იციან ადამიანს როგორ უნდა იურთიერთობენ, როგორ უნდა ისაუბრონ, აი შეხება არ აქვს და რა ვიცი, ეს ყველაზე დიდი პრობლემაა ჩემი აზრით. აი ნატო, მაგალითად გაგვიზიარა შენი წარმატების ამბები, შენ ინდივიდუალური მომღერლის კარიერაც გაქვს. ვიცი რომ დიანა ღურცკაიასთან იყავი მოსკოვში, თამუნაც შენს დადიხარ გასტროებზე და მოგვიყევით აბა ამის შესახებ. თუ ნიჭიერზე, აი რომ მოინდომა, თუნდაც ნიჭიერში გავიდა და ნიჭიერში. ხო, მაგრამ ეგ ცოტა ანუ სხვის მონდომება უფრო იყო. ანუ მე განა არ მინდოდა, მე სულ მინდოდა რაღაც წარმატების მიმიღწია, მაგრამ რაღაცა ხო აი ეს მხედველობის პრობლემა ძალიან ბევრ პროექტში უშლიდათ ხელს. ანუ მათ უშლიდათ. ხა მე რასში მიშლის, სიმღერაში არ მიშლის ხელს. ყელი მჭირდება ამისთვის. და ანუ არ იყო რამდენიმე პროექტში მივიღე მონაწილეობა, არ გამიმართლა, ვერ გავედი კასტინგებზე, საერთოდ ჩაქნეული მქონდა ხელი, მაგრამ ფიქრობდი რომ მე რაღაცა ისეთი პროექტი გამოჩნდებოდა და ნიჭიერი რომ გავიდა პირველ წელს, მე ჯერ ვაკვირდები ხოლმე რომ გავა პროექტი იმ წელს, რომ აი მაგალითად რა ფორმატია, რა ხდება. და მეორე წელს სომხეთში ვიყავი, წასული რაღაც კონცერტი იყო და რო ჩამოვედი ჩემმა მეგობარმა დამახვედრა საბუთები, ანუ გამზადებული შეტანილი და კასტინგზე ვიყავი დაბარებული 2011 წელს და ანუ მივედი კასტინგზე ხა ძალიან დიდი იმედით არა, მაგრამ რახან კასტინგზე დამიბარეს, მეთქი რაღაცა შეიძლება იყოს. და რო უკვე მოვხდი გარკვეულ რაოდენობაში, როცა სატელევიზიო კასტინგი უნდა ყოფილიყო, ძალიან გამიხარდა და რახან მოვხდი, მე მთელი შრომა ჩავდე, მთელი 4 თვე. და გახდი კიდეც ფინალისტი. კი, ფინალისტი გავხდი, ნუ თვითონ ტელეკომპანიამაც შემიწყვა მაშ ხელი უნდა აღვნიშნო, ყველაფერი გააკეთეს, რუსთავი ორმა გააკეთა ამისთვის და მეც მოვინდომე, იმიტომ რომ უკვე წარმატება თან ხო, შენ ჩანაწერი გავუშვათ და შენ ატოს სამღერი და გავიხსენეთ. მე არა ჟუადობა, ისე როგორც მაშინ ბავშვობაში თქვენი ხმის გაგონებაზე. სიმღერა ჩვენი მოთქმა ჩვენი ლოცვა ვედრება სიმღერით ვიბადები
მაყურებლის ემოციებს ვხედავთ ნატო და მოდი მოგვიყევი ის ემოციაში რა შეგრძნებები რაც იმ პერიოდში განიცადე შენ. როგორი იყო სცენაზე? აი ხა ვიხსენებდი ზუსტად, ანუ ეს სიმღერა მე სანამ სატელევიზიო კასტინგი იქნებოდა დაახლოებით 1 კვირით ადრე ვისწავლე და რთული იყო, იმიტომ რომ ხა თამარ გვერდწითელის მერე ამ სიმღერის შესრულება ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო და ძალიან ღელავდი და თან ძალიან ემოციური სიმღერა, მაგრამ იმდენად რაღაცნაირად მოვირგე თუ შევისის ხორცე, ძალიან რაღაცნაირი სიმღერაა და მან ძალიან დაღლილი ვარ, იმიტომ რომ დილას 10 საათზე მისული ვიყავი და სადღაც 8-20 წუთი იყო რომ გამოვედი მე. მაინც არის სიმღერა იყო ემოციური, ხო. მაგრამ ეს ისეთი კარგი დაღლა იყო რომ აი არ ვიცი, ესეთი ბედნიერი მე ჩემ ცხოვრების მანძილზე არ მახსოვს, როდის ვიყავი. აი ყველაზე ბედნიერი. ზოგადად არ ვუყურებ ესეთ პროექტებს, მაგრამ რა ხდებოდა, ხო, რა თქმა უნდა, ეგ სირცხვილიც იქნებოდა, რომ მე თქვა რომ არ ვუყურებდი. თან ნატოს შენ ეს სიმღერა ძალიან მოგიხდა, იმიტომ რომ დედა ყავს 9 აპრილის მონაწილე ლელა ვეფხვაძე და ასევე შესანიშნავი მომღერალიც ამავდროულად და ყველანაირად მეც ახლა ვუსმინე ისევ, მე მაშინაც ვუსმენდი, მაშინ დამბურძგლა და ძალიან კარგი იყო ნამდვილად როგორც მაყურებელი გეუბნები. აი მე პირველი ნაბიჯებიც მოგვიყევი, აი როგორ დაიწყე თუნდაც სიმღერა, ხო? აი ძალიან ისეთი ძიმე წარსული გაქვს შენთვის პირიქით ეს რაღაც მომენტია და მოგვიყევი მაყურებელმაც გაიგოს ამის შესახებ. ანუ სიმღერა დაიწყე როგორც მეორებია ძალიან პატარა ვიყავი რაღაცა წლის თუ 2 წლის თუ რაღაც არ ვიცი, ჯერ ლაპარაკიც არ ვიცოდი ნორმალურად. სცენაზე სადღაც 5 წლიდან ფიქსირდები, როგორც მე არ მახსოვს. რა სცენა იყო? ანუ ეს ჩვენთან იქ, სადაც მე ვცხოვრობი, კულტურის ცენტრი არის, იქ გამოვედი პირველად, როგორც მახსოვს. რაღაცა პატარა ღონისძიება იყო და რაღაც ძალამაზი ნივთი მოვიგე, ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ მახსოვს მაინც მე ეს მომენტი. მე ანუ ძალიან გაჭირდა ეს 91-12 წლები, ძალიან რთული წლები იყო, ეს მახსოვს და მე სადღაც 14 წელში მოგვიწია მე და დედას ქუჩაში სიმღერა, იმიტომ რომ ძალიან გაჭირვება იყო და ფაქტურად პურის ფული არ ქონდა, საჭმელი არ ქონდა საერთოდ და რო გითხრათ რომ ეს მომენტი რთულად მახსენდება და ცუდად მეთქი, არა, ნუ იყო რა თქმა უნდა რთული მომენტები, იმიტომ რომ იყო ხალხი ვინც მამცირებდა, შეურაცხყოფას მაყენებდა, ოღონდ ვერ ხსნით დღემდე რატომ, ანუ რა იყო ამაში დასამცირებელი, მაგრამ ფაქტია რომ ზუსტად მაგან მოგწოდა რომ ძალა რომ მიგეღწია ცხოვრებაში. როგორც მომღერლად შეიძლება ითქვას რომ ქუჩაში ჩამოყალიბდი და როგორც პიროვნებადაც რაც ჩემში კარგია, მე ვფიქრობ რომ ეს ქუჩის დამსახურებაცაა, იმიტომ რომ რაღაც სხვანაირად იწრთობა ადამიანის ხასიათი და სხვანაირი ბრძოლის უნარიანობა გიმუშავდა. ყველაფერს აქვს თავის დადებითი. კი, დადებითი და უნდა ეძებო უნდეს დადებითი, თორე გონძარი ესე შეთო. ეთერში ხართ? ალო, გამარჯობა გოგოებო. გამარჯობა. ნანა ვარ, მე მოკლედ. ძალიან მიხარია და მეამაყება რომ ასე ხედავ. ეს ის ჩვენი ნანა, რომელმაც დღეს აქ მისი წყალობით ფაქტიურად აქ ვართ ჩვენ. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა მედია კავშირ ობიექტივს, იმიტომ რომ ასეთი პრეცედენტი ძალიან მნიშვნელოვანია დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის. და მე ვთვლი რომ ჩემი გოგოები შეზღუდული შესაძლებლობებით კი არ განსაკუთრებული და ძალიან ბევრი შესაძლებლობების მქონეები ხართ და მეამაყებით და მიხარია და ძალიან ბედნია რომ აი რო გიყურებთ არ ვიცი წვალობ მის მერე რეკავრო როგორმე მომხდარიყავი ეთერში და თბილი სიტყვები მე თქვა თქვენთვის და ძალიან მიხარია რომ ძალიან ბედნიერი ვარ მიყვარხართ ძალიან და ძალიან წარმატებულები ხართ და ყოველთვის დაამტკიცებთ რომ ყველაზე მაგრები ხართ. სხვათა შორის უნდა აღნიშნოთ რომ ნანა იქ აღარ მუშაობს, სადაც მუშაობდა, ანუ რო გვეხმარებოდა, მაგრამ მე რის თანამშრომელია, მაგრამ ყველანაირად ცდილობს ხოლმე რომ იქ რითით შეუძლია რამე ღონისძიება რო არ რომ აბა გოგოებო და იქ წადით, აქ წადით. მაგალითია, როგორ შეუძლია ადამიანს მიაღწიოს წარმატებას. ნანა, ჩემთვის არის მართლა თქვენ ასეთი კარიერების მფლობელებს და ასე შემდეგ, როგორ ასწრებთ და როგორ ითავსებთ ოჯახებს? აი ორივე შვილები გყავთ, მეუღლეები გყავთ და მე მეუღლებზე მინდა კიდე გითხოთ, რომ რამდენად არსებობს ეს სტერეოტიპი და რამდენად მოგიწიათ ამასთან შეჯახება, რომ დაუშვათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ოჯახის შექმნა არ შეუძლია და ასე შემდეგ. თამობა ჯერში თქვი. მაინც პროდუქტის საჭირო. მე და ნატალის ორივეს ყავს აბსოლუტურად ჯანმრთელი მეუღლეები, არანაირი შეზღუდვა არ აქვთ და არანაირი პრობლემა არ ყოფილა არც ერთ შემთხვევაში.
რა ვიცი, როცა დისკომფორტის შეგრძნებაც აი ფაქტობრივად. არა, რა თქმა უნდა, როცა ადამიანს ოჯახში გქონდა ერთმანეთი გიყვართ და რაღაცა უკვე ამაზე ლაპარაკი, ამაზე უკვე ლაპარაკი აღარც არის, რას ანუ შეზღუდვა არაფერ შუაში აღარ არის, როცა ადამიანს ერთმანეთი უყვარს და ურთიერთგაგება არის და რა ვიცი, მე მგონია რომ ყველა აი ეს სტერეოტიპი რა თქმა უნდა არის საქართველოში, მაგრამ ნელ-ნელა ინგრევა მე მგონია და რაღაც დროთა განმავლობაში ესეთი პრეცედენტები ხშირია და ხშირად ხდება უკვე. აი სტერეოტიპი აზრით არა, არ არის, იცით რატო, ანუ მე მაქსიმალურად გახსნილი ვარ ხოლმე ჩემს მეუღლესთან, ანუ იმას გულისხმობ, რომ რამეს თუ ვერ ხედავ, ან რაღაცას ვერ ვაკეთებ, აი მოდი რა დამეხმარე, აი ვეხმარები ხოლმე, ხო იცი რომ მე შეშემო პირი ვარ და შენ უნდა დამეხმარო და ხანდახან სარგებლობა რა. პირი ხარ და როცა გიტარ. თამო მოდი გვანცაზე მოგვიყევი ორი სიტყვით რა თან აქ არის ჩვენთან ერთად და მისი ნიჭის შესახებ მისი სმენის შესახებ ხო 3 წლის რა ვიცი პირველი შვილია ჩვენს სამეგობროში და მუსიკალური შვილიდან ფანტასტიკურად კი ძალიან როცა მეცადინეობთ გასწოლია და სიმღერებს სწავლობს და ღიღინებს ხოლმე მე რომ დავამბაროთ და უნდა აი უკვე მეორე ევროკავშირის დელაისიც იზრდება კი ნამდვილად როცა ევროკავშირის დღეები იყო და ანუ ჰიმნი უნდა გვესწავლა ჩვენ გერმანულ ხო ფული საკმაოდ ძალიან რთული ტექსტი და ნუ ვერ ვსწავლობთ ამ ტექსტს გერმანულ რაღაც სასწაული გახდა შეხება და ნუ არანაირი და სმენა გქონდა ცოტა რთულია ლინგვისტიკასთან შეხება რომელთანაც არ გაქვს და რომ გვახსენებთ თამამოსთან სახლში გავჩუმდით ფიქრობ ტექსტს და გვანცა მოწმად დაიწყო ამ ტექსტის თქმა და თან ღიღინით მოდი გავუშვათ ვიდეოები სურათი თქვენი ოჯახის კი ფოტოები გავუშვათ გვანცას და გაბრიელის მოდი მაშინ ბარემ გაბრიელზეც ისაუბრე ნატო ხო? კი, გაბრიელი შემეძინა 28 დეკემბერს, გაჩნდა გაბრიელი, ჩემი პირველი შვილია. ჩემი არ ვიცი, ალბათ თამონას დამეთანხმება. ხო, სიტყვებით თამონას ვეკითხებოდი ხოლმე, აი რა გრძნობაა თამო ვეკითხებოდი ხოლმე, აი რა გრძნობაა ეს დედობა, იმიტომ რომ ორსულად რო ვიყავი, კი მიხაროდა რომ შვილი უნდა მყოლოდა, მაგრამ ხო ანუ ვერ აღვიქვავდი ჯერ შეხება არ მქონდა და ხელში არ მეკავა ხოლმე ბავშვი და რო გაჩნდა მე ეს არ ვიცი არ არსებობს სიტყვები ალბათ რითიც აიხსნება ეს გრძნობა და ეს არის ჩემი სიხარული და ანუ ორსულად რო ვიყავი ვერ მომიწია ვერც უკრაინაში წასვლა იყო გასტროლები პოლონეთშიც ვერ წავედი და ხო და რაღაცა ვაიმე მეთქი რა არის იქ ვერ წავედი აქ ვერ წავედი მაგრამ ეხლა ხოლმე რო ვეფერები ნამდვილად ღირდა ამ ყველაფერზე უარის თქმა კი ომადეს ალბათ ისევ ნინი იქნება ხო გვანცას გაბრიელის გვანცასი ნინო არის და გაბრიელისაც კი ნინო ასევე მარიამი და ბევრი და კიდე ბევრი გიოცა მარი ნათლიობას სხვათა შორის და სულ რაღაცა ჯერ კიდევ ზარია ერთში ხო გამარჯობა თეთრში ისმის შემიხა დიახ მოგესალმებით ბავშვობა მე თეთრგერკებით ალბათ და პირველად მოგისმინეთ ასე ერთად გვარს თქვენ ახალ გამოვლინება ჩვენი ხალხის ნიჭიერების კიდევ ერთი კუთხით გამოვლინება და ღმერთმა ბევრი სიხარული მოგიტანოთ თქვენი ცხოვრების გზაზე ეტნერები ყავით და გული მეწურება რო გიყურებ და თუ შეიძლება მე გვიან ჩავთებად და გვისახელეთ თითოეული სახელი და გვარი გითხარით თუ შეიძლება აუცილებლად მარიამ კაპანაძე ნატალი ვეფხვაძე თამნა ცალქალამანძე და ნინო ასლამაძიშვილი დიდი მადლობა თქვენ ასეთი თბილი სიტყვებისთვის და თბილი ემოციისთვის მადლობა ძალიან ხშირად გრძნობთ ასეთ სიტყვას და ძალიან გვიხარია რა თქმა უნდა ამისთვის აი გრძნობთ რომ ამისთვის ღირდა ჩვენი სიმღერა როცა ასეთ ემოციას გრძნობთ ადამიანების კი ნამდვილად მე არ შემიძლია თამონას მაინც არ ვკითხო დიანასთან ურთიერთობაზე და გასტროლებზე და მასთან სიმღერებზე ორჯერ ვიყავი დიანა გურცკაიას აქვს ასეთი ფესტივალი თეთრი ჯოხის სახელობის და ამ ფესტივალზე ორჯერ ვიყავი 2010 წელს ვიყავი ჩვენს მეგობრებთან
ბაჩო მარგველაშვილთან და გიორგი ბასილაშვილთან ერთად ხალხური სიმღერა შევასრულეთ ერთობლივად და 2011 წელს ვიყავი მარტო, ანუ მე ვიყავი და ვიმღერე სერგეი ლაზარევთან ერთად დუეტი. და რა ვიცი, დიანასთან ძალიან კარგი და თბილი ურთიერთობა მაქვს, ჩემი შვილის ნათლია არის ასევე. და რა ვიცი, აქ იყო ჩამოსული? დიანა ხშირად ჩამოდის ხოლმე, კი აქ აქვს დისკზე მუშაობს და რა ვიცი, ხშირად არის ხოლმე საქართველოში. სკოლასაც ნახულობს? კი, სკოლაშიც იყო 2011 წელს თუ 2012 წელს თუ არ ვცდები. იყო სკოლაშიც მისული ბავშვებთან. მე მახსოვს თან ადრეულ ბავშვობაში დაახლოებით ესე მე-7 კლასში ვიქნებოდი თუ არ ვცდები და დიანა იყო სკოლაში მოსული, ჩამოსული და ბავშვები ისეთი ბედნიერები ვიყავით. მის დანახეთ ვერ აგიხსნა და მე მის სოლო კონცერტზე ვიყავით წასულები. ძალიან მაგარი შეგრძნება იყო, როცა როცა ვიღაც გაგრძნობინებს ყურადღებას სითბოს, ამაზე კარგი არაფერი არ არის ცხოვრებაში, როცა სიყვარულს გრძნობა ადამიანებს. შენი საზოგადოების წევრი წარმატებულია. მე საქართველოში ვერ ვნახე დიანა ვერაფრით. აი სკოლაში როცა იყო, ყოველთვის რაღაც მქონდა ხოლმე. მაგრამ ვნახე შემთხვევით რუსეთშია იყო კონცერტი და მივედი. და მე რაღაცნაირად ძლივს მივაღწიე მას, ასე ვთქვათ, მასთან და მახსოვს მაჩუკა ესეთი ფუფულა სათამაშო დღემდე მაქვს და ხეს რო აჭერ იცინის. ძალიან თბილი ადამიანია და ძალიან უშუალო. ნამდვილად. მოვიკითხავთ ძალიან რამდენად გიყურებს ეგ ხომ არ აპირებს ჩამოსვლას და რა ვიცი არ ვიცი ზუსტად გაზაფხულზე აუცილებლად ჩამოვა ალბათ სახალწოდი იყო ჩამოსული და ასევე ერთი რაღაც მინდა აღვნიშნო ჩვენ დისკზე რო ვისაუბრეთ ეს დისკი ანუ რომელმა ადამიანმაც ესე იგი გამოუშვა და ასე ვთქვათ მთელი ენთუზიაზმი და გული ჩადო ეს არის ბატონი სულხან გველესიანი ჩვენი ასევე ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი ოპერის სოლისტი ძალიან ბევრი წარმატებული ადამიანი იყო. ბავშვებო, სამწუხაროდ ცოტა დრო დაგვრჩა და რა ვიცი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადოთ ჩვენს მაყურებელს ზარებისთვის, თბილი მოკითხვებისთვის. ასევე მინდა ვთქვა, რომ შემდეგი ორი კვირის თავზე, ანუ 20 თებერვალს უკვე ისევ ამ სტუდიაში და ამ დროს და ამ ადგილას დაგხვდებით უკვე ჩვენ სხვადასხვა თემებით და სხვა სტუმრებით. ხოლო ზუსტად ერთი კვირის თავზე, ანუ 13 თებერვალს ამ დროს და ამ ადგილას ასევე გთხოვთ დაელოდოთ ჩვენი თანაგუნდელების სტანისლავ ციბულსკის და ნატალი გორგიშელის გადაცემას მსოფლიო საუნჯე. და დღეს რა თქმა უნდა რახან კარგი ნოტით დავიწყეთ ჩვენი გადაცემა, მინდა რომ კარგი ნოტით დავასრულოთ კიდეც და გთხოვთ კვარტეტს შეასრულოთ სიმღერა. შემზადების მომენტი ყოფთ. ძალიან დიდ ბოდიში, ცოტა განლაგების მიხედვით ხო პრობლემა. არა, ცოტა სწრაფად. გავარჯიშების მომენტიც ვნახეთ. Როგორც კალას ხეზე ყველა კვირთი ეძებს ყველა გათენება დის როგორ ეძებს კალას ხეზე ყველა კვირთი ეძებს ყველა გათენება დის როგორ ეძებს პანჯრებს ლურჯი ნაპერწკალი ქუჩებს თუნდქვა წრიან ზესის თალი როგორ ეძებს ჯერს მერცხალი როგორ ეძებს ახალ ფერებს